Რაღაც ფორმით ნიკა მელია რომ უნდა გამოვიდეს ციხიდან, ამაზე უკვე ყველა მხარე შეთანხმებულია, მაგრამ კამათი გრძელდება როგორც ხედავთ. რა საშუალებით უნდა მოხდეს ეს? ამასობაში უფროსი და უმცროსი მელიები სახლში ელოდებიან ოჯახის ყველაზე ცნობილი წევრის დაბრუნებას. შვილისთვისაც და მამისთვისაც ნიკა ერთნაირად გმირია. მელიების ოჯახი კოტორანტკარში 30 წლის წინ დასახლდა. მაშინ ახალგაზრდა კარდიოლოგი ანზორ მელია ნიკას ხნის თუ იქნებოდა. 74 წლის ასაკში მისივე გულს უკეთ რომ გაეძლო, თბილისი დატოვა და მეუღლესთან ერთად სოფლად გადმოცხოვრდა. ბოლო 2 თვეა, აქაური ჟანგბადი, 6 წლის სანდროზე ზრუნვა და პატარა მელიასთვის სამყაროს აღმოჩენებში მოგზურობა, ბაბუისთვის და მამისთვის ახლა ყველაზე დიდი თერაპიაა შვილზე დარდის და მონატრების გასაქარწყლებლად. რამდენიმე საათის წინ დაბადებული ბეკეკა, 6 თვის ბუბი და 6 წლის მელია მალე დამეგობრდნენ. ბუბი დაანებე თავი ქათმე. კოტორანტკარის პასტორალებში საქათმეში შეპარული მელიების ამბავიც კი კეთილი სცენარით ვითარდება. მელიას ეში მიაწიწილის კაცო აკადემი. მე ყვადიანი ვარ. მელია რა ხა? არა. ხასიათი დგავს ძალიან ნიკას, ძალიან გონება გახსნილია, ნიჭიერია, ენის მოყვარულია, მოსიყვარულია. ძალიან უყვარს კოტორანტკარი, აბსოლუტურად. ყველაფერი იცის, სად რა არის დათესილი, როგორ, ყველაფერი. ინა. სანდრო. ინა სანდრო. მელია, ერთი არის ასეთი მელია, მაგრამ ის კი არა ცხოველი მელია, ადამიანი მელია. მე ვიცი მე ვარ. შენ ხარ ხო? ადამიანი მელიების ყველაზე უფროსი და ყველაზე უმცროსი წარმომადგენელი. ახლა ერთნაირად გაურბის ნიკაზე საუბარს. 25 თებერვლის შემდეგ სანდროს კოტორანტკარში ამოსვლა მთელი სახლის განწყობას ცვლის. მამა მივლინებიდან საჩუქრებს სწორედ კოტორანტკარში აგზავნის. ნიკამ გამოუგზავნა სანდროს საჩუქარი უცხოეთიდან. არიცი სანდრო მე ხა უნდა იპოვოს. არ ჭირდება პოვნა მე უკვე ვიცი სადაა. ლეგოს საკმაოდ რთული კონსტრუქციის გაცნობის შემდეგ სანდრომ უცებ გადაწყვიტა, რომ სუპერგმირები დღესვე აწყოს, რომ ისევ გააგრძელოს თუთიყუშების გაწვრთნა. ნიკა. ეს სახელი ახლა ამ სახლში იმაზე ხშირად ისმის, ვიდრე თუნდაც 2 თვის წინ, სანამ ნიკა საზღვარგარეთ წავიდოდა. სანდროს გეგმა აქვს, რომ თუთიყუშები ნიკას ჩამოსვლამდე აალაპარაკოს და თავადაც მოუწყოს მამას სიურპრიზი. ნიკა. სად არის ახლა ნიკა? მინდუჩ ქარა ჩამოვიდეს ხო? შენ ელაპარაკე ნიკას ტელეფონზე? არა, დაუჯდა და დამტენი არ ქონდა. არ ქონდა. ბატონი ანზორი გრძნობს, რომ სინამდვილეში ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთს ატყუებენ. ყველაფერით, როგორც კი გაიგებს საინფორმაციაში, ხოლმე ვერ ვასწრებულს ვარ ხმის დაწევას ან გადართვას და ეგრევე გარბის ყოველთვის. სანდრო კი სუპერგმირებზე გვიყვება და მსგავსებასაც პოულობს. ნიკა ხალხს გავს თუ სპაიდერმენს? ხალხი მტრამხელა. ეს არის ნიკა? ხო და კიდე მწვანე არა. თმები თავშაკ, მაგრამ დიდია როგორ მამიკო. ხალკივით მელია მწვანე არასდროს ყოფილა, მაგრამ თმები რომ ნამდვილად ჰქონდა. ამის დამადასტურებელი ფოტოები ოჯახში ბევრია და დიდი სიამაყითაც გვიჩვენებენ. ნახედრა ლომაძია ნიკა, ხა ჩემი შვილი, ნახე. თმიანი ნიკა, თმიანი. კადრებს, სადაც მელიაზე ნადირობის ბატალური სცენებია, ანზორ მელია ერთდროულად შიშით და სიამაყით უყურებს. მე ხომ შობელისთვის რა ძნელი საყურებელი იყო,
როგორც ტერორისტის აყვანა ისე რომ მოუწყვეს ნიკას, მაგრამ იცით რა ბედნიერი ვიყავი, როცა ნიკა ჩასვეს მანქანაში, რომ სისხლი არ დაიღვარა არავისი, იმიტომ ვიღაცა რომ დასახიჩრებულიყო ის ნიკა თავის თავს ვერ აპატიებდა, მე ჩემ შულს ვიცნობ. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცელზე ივანიშვილის ხელისუფლებამ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას სახელი კიდევ ერთი პოლიტპატიმრის სტატუსით ჩაწერა. ისედაც კრიზისში მყოფი პოლიტიკური ვითარება საქართველოში 2 თვის წინ შევიდა ჩიხში და როგორც აღმოჩნდა, ჩიხიდან გამოსასვლელი კარის გასაღები ისევ ნიკა მელიაზეა ჩამოკიდებული. გავრილოვის ხარკის გადახდაზე კატეგორიული უარის შემდეგ ხელისუფლებამ და დანარჩენმა ოპოზიციამ ამნისტიის კანონ პროექტზე დაიწყეს მუშაობა. ქართული ოცნება თავისი ოცნების ახდენას ახლა ისტორიის გადაწერით და წიგნიდან 20 ივნისის ფურცლების ამოხევით ცდილობს. ხელისუფლებას სურს, რომ პოლიტპატიმარ ნიკა მელიასთან ერთად პასუხისმგებლობა ბოლომდე მოუხსნას გავრილოვის ღამის ჯალათებს. ყველას, ვინც ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის დაშლაზე ბრძანება გასცა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა. ნიკა ამას არ გააკეთებს არავითარ შემთხვევაში. ნიკას ბუნებას მე რომ ვიცნობ, მშობლები რომ იცნობენ, ისე ვინ იცნობს. როგორ უნდა ჩახედოს მაკას ან იმ ორ ადამიანს, ბრწყინვალე ადამიანებს თვალში, ან იმ დაჭრილებს, ან იგივე თქვენ ჟურნალისტს, რომელიც ხელში იყო თამარი დაჭრილი, როგორ უნდა ჩახედოს, მაგას მირჩევნია რომ შვილი იჯდეს და მოიხადოს მთლიანად ის საჯელი და რა შეიძლება ჩქარ მოაწყონ ეს სასამართლო და მიუსაჯონ ნიკას. რას თამაშობენ? ნიკა არ დათანხმდება ამას. ამ ოცნებას ვეტყვი რომ თქვენ იმზადებთ მომავლისთვის, რომ თქვენ საჯელი არ მოგისაჯოს ქართულმა ელდრმა, მაგრამ იცოდეთ ქოცებო, დადგება მომენტი, რომ აუცილებლად შეიცვლება მთავრობა საქართველოში, იქნება მთავრობა ხალხის მიერ არჩეული და ისინი 20 ივნისის ღამეს გავრილოვის ჩამოყვანას, ნიკას დაჭერას, აი ამ ახალგაზრდების დასახიჩრებას უცრემლოდ ვერ ვკითხულობდი მაკა გომურის წერილს მილიონჯერ ვიხსნიო ამ თვალსო და რაღაცა საშინელება ხალხნო. შეიძლება ეს ნიკას გულისთვის არ არის გაკეთებული და მოფიქრებული ეს ამნისტია. გაუშვათ ეს გამოდის და დანარჩენებს მე მგონი ვინც დაზარალდა ძალიან იმათ რა უნდა უთხრათ. ყველა ნიკამაც და აი ჩვენც და სულ ყველა. ნიკას დედა ქალბატონი ნანა საზოგადოებამ პირადად ოპოზიციის ლიდერისგან გაიცნო. როცა კლდანში მოგებული არჩევნები ხელისუფლებამ მელიას ქურდებით, ძველი ბიჭებითა და იარაღების ჟღარუნით წართვა, ნიკამ დედისგან ყველაზე ხმამაღალი გზავნილი მიიღო. ქალბატონ ნანას შვილი 2 თვე არ უნახავს, თუმცა კიდევ ერთ გზავნილს ნიკას ახლა ჩვენი დახმარებით ეთყვის. ძალიან ვამაყობ ასეთია და ჩვენ კარგად ვართ, არ ენერგიულად, ჩვენ ველოდებით და ეხლა დაიწყება კიდევ ახალი ეტაპი, ეხლა იწყება ყველა. რა თქმა უნდა, ნიკა ბრძოლა ბოლომდე. და ვისაც შენი ჯერა, იქნება შენს გვერდზე და ვინც არა, არაფერი. ბრძოლას ბოლომდე თან ახლავს მშობლების დაგვიანებული ბოდიში, რომელსაც ერთადერთ ვაჟს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 წლის შემდეგ ციხეში უგზავნიან. ბოდიშს უხდი ახლა ნიკას, რომ არ დაუჯერე და ამიტომ ეს რაღაცა აქვს ეთყობა ამ ვიძახო და რომ აი გამიხსენებთ რომ რა დღეში იქნება ხალხი, როგორ მოინდომებს ამის გაგდებას და ვერ გააგდებენო. ისე დღეში იქნებიანო. ეს არ მოდისო კეთილი გულითო. ამას არაფერი არ უნდა საქართველოს სიკეთე და დღეგრძელობა. ამას უნდა აქვს თავისი მიზნები. და რით ვერ გაგაგებინეთო თქვენო. ხოდა ძალიან ბევრჯერ გული ვადგინეთ, ძალიან ბევრჯერ. არა უშავს ასე. სულ თითებზე ჩამომითვალ, ამას გაკეთებს, ამას. მხოლოდ კანაპზე არ უთქვია. დანარჩენები ყველაფერი შესრულდა და რამ დამაბრმავა ამ ხელა კაცს. მელიების ოჯახში კარგად ესმით შვილის მსხვერპლ შეწირვის მნიშვნელობა. ესმით, რომ ეს ნიკას და სანდროს საქართველოს თავისუფლებისთვის გაღებული ფასია. ამიტომ ანზორ მელიას მეტი რომ არაფერი შეუძლია, შვილს მსხვერპლად საკუთარ მონატრებას წირავს. ნიკას ნახვა 13 აპრილს სასამართლო პროცესზე შეეძლო, მაგრამ დარბაზში არ შევიდა. რომ
გავიფიქრე რომ ნიკას პატიმრის როლში რომ ნახავდი და ამ თვითონ დამინახავდა აი რა რეაქცია უნდა ავტირდებოდი ალბათ და იმ ბიც იმ სიტყვასაც გაუფუჭებდი რაც უნდა ეთქვა იმას იმიტომ რომ მთელი ყურადღება ჩემზე იქნებოდა გადმოტანილი და მე ვერ მოვითმენდი და ავტირდებოდი და დავტოვებდი ამიტომ არ შევედი ალბათ სწორედ თავისუფლების გამო ისმის მათი გვარი ახლა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებიდან და ქართველ მელიებს ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად ამერიკელი თომას მელიაც კი შეუერთდა. თავაკბაძე ხომ გააგდეს ახლა, მალე კობახიძესაც გააგდებენ და მალე მთლიანად ჩამოიშლება ესენი და დადგება, განათდება საქართველოში აუცილებლად და მოვა მრავალპარტიული მთავრობა, რომელიც ერთმანეთში შეიჯიბრებიან კარგის გაკეთებაში. მე არ მინდა არც ერთი პარტია მოვიდეს სათავეში, უნდა იყოს მრავალპარტიული. მელიების ოჯახში ახლა მათი ერთ-ერთი მთავარი შეხვედრისთვის ემზადებიან. დარწმუნებულები არიან, რომ ნიკა კოტორანტკარში მალე ამოვა და თავის ჩვეულ ენერგიას ამოიტანს. აგრე საკეიფო მაქვს გაჩენოთ. მე ნიკა რომ გამოვა უნდა მოვაწყოს სუფრა. ნიკა რომ გამოვა, ყველას დავპატიშებ. ის ბიჭები განსაკუთრებით გლდანელები რომელიც არიან არაჩვეულებრივები ვენაცვალე მაგათ ისინი უნდა დავპატიჟო პირველ რიგში და მე ესენი